გუშინ მარიამა ისეთი ვილაპარაკა თავის შეყვარებულზე, რომ უბრალოდ შოკი მქონდა, ანუ რო ნახო ინსტაგრამზე რაღაცა იდეალური წყვილია და ერთმანეთზე მზედამთვარე ამოსი და გოგო მიმენა გაასწრა ლუკა მიწასთან და მეთქი ან თუ ამდენი პრობლემა გაქვს, რატო არ ელაპარაკებით ხო და კაი გეხოცავი 4 წელი ერთად ვართო და არაფერი ესმისო და ეხლა მეზარება კიდე ჩხუბიო. შეყვარებულთან პრობლემებზე ბაზრობდეთ თქვენთან სამსახურში? არა, სამსახურში მე ხო კაფეში ვიყავით და ხო რაღაცა. აი რა მნიშვნელობა აქვს სად იყავით და სად იყო, მაგრამ ანუ შეყვარებულზე ბაზრობდა თქვენთან დაქალებთან და შენც უსმენდი? ანუ ეხლა რა მექნაობა, მაგრამ ხო ნუ რა გიქნა რავი? გთხოვ ჩემთან არ ილაპარაკო ან ანუ მაგას ვერ ვეტყოდი, მაგრამ ნუ არ გამისწორე და ვუთხარი რომ მეთქი ადექი და დაელაპარაკეთ ხო რა? ანუ ჩვენთან რატო ლაპარაკობთ ხო და აი შე რო იქნა, აი ძალიან გატეხავს მართლა. ხო ვიცი, მაგრამ არასწორებს. ყველაზე ყლეობას აქციელია, რაც კი შეიძლება გააკეთო. იმენა აი ეგ არის პირდაპირ აი უნდობლობის გამოხატვა. აი ეგ რო გავიგო. მესმის და მე რატო უნდა ვქნა ეგ ანუ ჯერ ერთი მაგას და ლუკას რო აქვს პრობლემები, აი 100 წელი ჩვენ არ გვექნება და ანუ პრობლემების შედარებაზე არ არის რა. просто ანუ რა პრობლემაც არ უნდა იყოს და რა მხელა პრობლემაც არ უნდა იყოს, იმენა მაგალითად ხავს რა, რომ შენ ყველაზე ახლო ადამიანს ვერ ელაპარაკები და მიდიხარ და რავი, რამდენი ხანია შენ და მარიამი ერთმანეთს იცნობთ. ხო, ანუ მესმის რა, დიდი ხანი არ არის და არასწორებს просто ანუ მე იგეთ რამეს 100 წელი არ ვიზამ ხო იცი და ვიცი რომ შენ არ იზავ просто თან ეხა მე და შენ ანუ რამე პრობლემა თუ გვექნება ოდესმე მოვალ და გელაპარაკები და განვიხილავ და გადავჭრით და აუ არასწორებს რა ხო ანუ არასწორებს და მეთქი ან თუ ამდენი რაღაც გაწუხებს მეთქი ვაფშე რაღაცა ჩერდები მაგასთან მეთქი დაშორდით ხო რა და კაიო აღარ მინდა ვაფშე ამაზე ლაპარაკია და აი მეთქი შენ თვითონ დაიწყე მაგრამ როგორც გინდა თქვა და ნუ კიდე კაი რომ მორჩა იმიტომ რომ ძალიან არ კომფორტულად გზნობდი თავს შემდეგში ანუ აღარც მოусმინო რა პირდაპირ უთხარი რომ აი არ მისწორდება თქო რა და არასწორი საქციელია თქო და აი ჩემი გამოცდილებიდან ამას გაგიზიარებ თქო და მორჩა რა მართლა ხავს რა იმიტომ რომ იმ ბიჭანაც ეხავს რა რაღაც მომენტში აი მაინც გაიგებს და მაინც მიხვდება რომ ნაბაზრები აქვს რა კი არასწორებს მართლა კაი მოკლედ შერაქენი გუშინ მე გუშინ და დღეს აი მართლა ალბათ მეტყობა კიდეც მაგრამ იმენა დაბრედილი ვარ გუშინ ვიყავით გარდოქში მე და მიშკა რა და უცებ რეკავს დედამისი ქავთარაძეზე რო აქვს თქო იცი ის ბინა გაქირავებული და მანდიყო და გაოცებული იყო ხალი რომ გოგომ ესეთი რა გაუკეთაო სახსო ესეთ დროშიო პროსტა ურთვეშიო ვერც კი ხვდებიო რა და ავედით ეგრევე და აი ეგეთი რაღაცა შენ თავს ვიცავარ სადმე თუ მქონდეს ნანახი რა შპალერები ჩამოხეული ძირს ეყარა ვაფშე აი 2 თვის ნაგავი ეყარა ძირს რა და თან ეს ბინა სჭირდებათ რა სესხისთვის და რაღაცა და იმას თხე ხაიბს რემონტის ფულიც არ იყო და რაღაცა ესე უცებდა რაღაცა და თან მაგას იმენა კაპიტალური რემონტი სჭირდება თუ რემონტს იზავ და მე ავდექით მე და მიშკა გავექანეთ დიდუბეში იქ დავითრიეთ შპალერი და რაღაცეები დავალაგეთ მე შპალერები გავაკარეთ და დილის 6-ზე მორჩით მე მაქინა წავედი სამსახურში და აი დღეს ეხა 7-მდე მუშაობდი და აი რა შეგთხოვა ხო იცოდა რომ მუშაობდი რომც არ ცოდნოდა და რომც ცოდნოდა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ჯერ ისეთი იქ ვიყავი და რომც არ ეთხოვნა მე შევთავაზებდი იმიტომ რომ რატო იცი ეს თავის გამოდება ან ხო მუშაობს გამოდება რა შუაშია ნინოცა მთხოვა ძმაკაცმა და დედამისმა და პრობლემა ქონდა და პრობლემის დროს თუ არ დაუდგებოდი გვერდით აბა დაბადების დღეზე რო ვაკითხავ მარტო ეგ არა ძმაკაცობა რა მესმის მაგრამ რაღაცა რამდენჯერაც მე დამჭირებია ოდნავ გვიან რაღაცა ყოველთვის შემდეგაც მუშაობ და რავი როდის ყოფილა რომ პრობლემა გქონია და არ გამოსულა რა ანუ რას მინამიოკე მარისი თქმა გინდა კაი არაფერს დაიკიდე რა არაფრის რა წადი მაშინ და მარისე ბაზრე რა არაფრის მითხარი რა ლაპარაკია მარისე ბაზრე გითხარი რომ მე თვითონ არ მევასება რა ლაპარაკია შენი ლაპარაკი ჩემი ლაპარაკი აქ არაფერი რა ლაპარაკი არ არის რა რამის თქმა თუ გინდა უნდა მოხვიდე და მითხრა იმიტომ რომ იცი რომ შეგიძლია რომ მოხვიდე და მითხრა კაი ბოდიში ო კაი მაგრამ ნადირადას კიდე აფოლოებ კი რატო უნდა ვfollow თან ანუ რამდენიმე ფოტო აქვს დალაიქებული ხო რაღაცეები რაც აქამდე მქონდა და რაღაცეები რაც ალბათ ეხლა მხვდება იმიტომ რომ რავი კიდია და ხო გთხოვე რომ არ დალაიქო მეთქი ხო ვილაპარაკეთ უყურეთ ხო და მგონი მაგ ლაპარაკის დროსაც გითხარი რომ რაღაცა უაზრობებს ანიჭებ ძალიან დიდ ყურადღებას და შეგეწყვიტა ეგ საქციელი
ანუ ერთ ამი შენთვის რაღაცა უაზრობა, ჩემთვის არ არის უაზრობა და გთხოვე რომ არ დაალაიქო მეთქი და ეგეთი რთული არის რომ არ დაალაიქო? მე შენთვის რეალურად მნიშვნელოვან რაღაცაზე არდოს არ ვიტყვი რომ უაზრობაა თქო რა. ეხლა მე შენ გეუბნები რომ ეს რაღაცა მართლა უაზრობაა და ჯობია დაიჯერო. ანუ ერთი წამი ჩემთვის არ არის მეთქი უაზრობა, იმიტომ რომ მარიამ ნადირაძე, აი შენთვის რომ პროსტა ლაიქია, ის დგას თავის სადაქალოში და ყვება რომ აი ნიკამ შეყვარებული ყავს. ხო და 8 ჯერ გითხარი რომ კიდია მაგის დაქალებიც და თვითონ მარიამ ნადირაძე. და მე არ მკიდია. და გავარტყი მაგათ ყველას ერთად. მე არ მკიდია. ხო და გითხარი რომ დაიკიდეთ, ხო და არ არის რთული ეგ რომ დაიკიდო. ხო, ანუ ჩემთვის რთული არის. ხო და რატო არის რთული? რა გადარდებს მითხარი პირდაპირ, რა გადარდებს? გადარდებს რომ გოგო დგას მერე და რაღაცებს ლაპარაკობს. ნიკამ დამილაიქა ფოტო. და შენ რა გაკლდება მაგით ეგ რომ ლაპარაკობს? ანუ სხვანაირად აღიქვავენ ბიჭებს მერე ეგრე რომ აი შეყვარებული ყავთ და მაინც მემილაიქებენ ფოტოებს. და ანუ სხვანაირად რო აღიქვავენ, რა გაკლდება ეგ მითხარი? შენ მეუბნები ეხა მარიამ ნადირაძე რას ფიქრობს და მაგისი დებილი დაქალები და შენ რა გაკლდება ეგ მითხარი? და მე რა მაკლდება რომ შენ რო გთხოვ რომ არ დაილაიქო თქო ელემენტარული რაღაც არის გათვალისწინება რომ პროსტა რაღაც არ შენი რაღაცა არ გასწორება არის მნიშვნელოვანი და ის რომ მე მაყენებ შეურაცხყოფას რომ ვითომ შემიძლია რომ ვიღაც გოგოებს აუ რა ნაშაა და ეგრე ულაიქო და ამ დროს შეყვარებული მყავდეს აი ეგ ფიქრები თუ შენ სწორი გგონია მაშინ ვაფშე არ ფიქრობთ ერთნაირად რა ანუ და ძალიან უაზრობას მებაზრები. ანუ ამდენ არაფერი ანუ და რაღაცა სისულელები არ არის საჭირო რა. რასაც გეუბნები თუ დაუფიქრდები, მიხვდები რომ მართალს გეუბნები და მე ის უნდა გავითვალისწინო ის ყალე მარიამ ნადირაძე და თავისი უფრო დებილი დაქალები რას ფიქრობენ? ხო და მე მადარდებს და ჩემ გამო რომ გაითვალისწინო რა. და მე ის რომ მადარდებსო, ჩემი შეყვარებული არ მენდობა, ეგ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არა. რაც კი ნდობა რა შუაში არა, აბა რატო ჭედავ? იმიტომ რომ არ მისწორდება პროსტა და გთხოვ და ელემენტარული შენ რო გაითვალისწინო არ შეიძლება. და შენ რო გაითვალისწინო ის ელემენტარული რომ შეურაცხყოფა აღარ მომაყენო ეგეთი საკითხის არ შეიძლება. მიჭერა ვიმაზე რომ შენ დარდობ იმაზე, მარიამ ნადირაძე და თავის დაქალები იმას ფიქრობენ რომ შენი შეყვარებული მაგას პოსტებს ულაიქებს და მე რო იმაზე ვფიქრობ რომ შენ იმაზე მიჭედავ რომ ვიღაცა 100 წლის წინ გაცნობილ მარიამ ნადირაძეს რაღაცა აი პროსტაზე რომ კიდია. ხო თუ ეგრე კიდია არ დაულაიქო. კიდე იგივეზე მებაზრები? ანუ პროსტა მართლა იგივეზე მებაზრები? უბრალოდ პროსტა კიდე რა უბრალოდ და კიდე ერთი და იგივე სახსნას რატო მიწევს 8 ჯერ? წინაზეც რო გებაზრე იგივე სახსნა მომიწია და ის ზუსტად ესე გამომიყვანე წყობილებიდან ეხა 1000 ჯერ უფრო გამოყავარ. ხო არ პროსტა მეორე და მეოთხე და აღარ მომიწიოს ამის სახსნა გეხვეწები. იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიღალე მართლა რომ სულ ერთი და იგივე რაღაცაზე ვჭედავ და სულ ჩემი რაღაცა არაზოს არ უნდა იყოს გასათვალისწინებელი და სულ შენსაც რატო უნდა ვითვალისწინებდე? გეუბნები რომ მოვედი გუში კარგი სტრაკი მომეტყნა დღეს ვიმუშავე გეუბნები რომ დაღლილი ვარ და ინსტაგრამის რაღაცა ყლეობა ლაიქის გამო მიჭედავ ცოტა ხო უნდა დაფიქრდე რაზე მელაპარაკები რა ანუ და რა კიდე ახსნებს აგძელებ ანუ მართლა ვერ ხვდები პრობლემა რაშია უკვე სასაცილო ხდება ეს სიტუაცია რომ ვიღაცამ რომ დაინახოს და ვიღაცამ რომ გაიგოს რომ ანუ ერთი და იგივეზე გახარ და რაღაცა ყლეობას ელაპარაკები შენ შეყვარებულს 10 თო ვერ დაგიმტკიცე ის რომ შენს გარდა არავინ არ მევაცება და შენს გარდა არავინ არ მიყვარს და ვიღაცას თუ რაღაცა ყლეობა პოსტი დაულაიქე და მაგისმა დებილმა დაქალებმა რაღაცა იპიკეს მაგის გამო არ უნდა დამაჯვა და არ უნდა გამიჭედო და ელემენტარული რაღაცა უნდა გაითვალისწინო. და ეხლა უნდა დაიწყო ისო ბოდიშების ხდა და მე უნდა მაგძნობინო ყლეურად თავი რა. არავის არ ჭირდება შენი იაფასიანი ბოდიშები. აი ეხლა აღარ ვიზარ მართლა. გავიგე ეხლა. აი თუ გაიგე ბაზარი არა, მაგრამ პროსტა მართლა ძალიან დავიღალე. აი მართლა აღარ ვიზარ. მესმის ეხლა, აი. და აღარ ვიჩხუეთ, აი. კარგი. აი. საბახარებაშვილი ვინა? ჩემ კურსელი. ნიკოლოზ უგრეხელიძე? ეგეც ჩემ კურსელი, იმ დღეს რო გითხარი რომ დავალებაში დამეხმარა მეთქი. ესანდრო მიქაუტაძე? ეგეც ჩემ კურსელი, რატომ მეკითხები? არა, პროსტა რავი, ძალიან ბევრი ხო არა ამდენი უცნობი ბიჭი. ჩემთვის უცნობი არ არის. ჩემთვის უცნობი? ხომ არიან? რავი, ჩემ კურსელები არიან და კარგად ვარ და ოფლოვებ. და მეგობრობ? არა, პროსტა კარგად ვარ. რავი, კარგ გამარჯვებას ვეუბნები, რომ ხვდებიან უნივერსიტეტში. და მაინც კოპალნიკებიან ფოტოს გილაიქებენ მარტო. ანუ მე кайფები ახლა? არა, არ გიკაიფებ. ანუ რავი, ყველა ფოტო აქვს დალაიქებული. არა, ყველა ფოტო დალაიქებული.
ხო რავი, ალბათ ეგ შეხვდათ და იქ დავაიქეს. ორი წარმეთხოვებ ტელეფონს. და უსნა მიღადავები? აი და ეს რეაქტები რა არის? შოუ მოიწონათ ფოტო და დაარეაქტეს პროსტა. მოიწონათ ფოტო, სადაც გაცვია აი გამომწვევად და აი კუპალნიკში ხარ და აი მე არ ვარ და აი მაიზამეც და ან შენ მეუბნები რომ ყველა ფოტო აქვს დაიქებული ხა ამათ? ანუ რისი თქმა გინდა მაგით? იმის თქმა მინდა რომ ვაფშე არ მისწორდება რომ ვიღაცა შენ კურსელებს, რომლებთანაც უეჭველი ძალიან dobrად ხარ და ყველას მაგრად უცინი და რაღაცა, გონიათ რომ შენთან რამე შანსი აქვს? ანუ შანსი ვაფშე რა შუაშია, უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მილაიქებენ და თუნდაც მირეაქტებენ სტორიებს. აი, ვაფშე ვერ არის პრობლემას ვერ ხედავ მაგაში, იმიტომ რომ რავი, კარგად ვართ და მეხმარებიან და ვეხმარები ხოლმე. რაში გეხმარებიან? დავალებების გაკეთებაში, რაში მოდამეხმარა? და რაშია საჭირო ის რომ დაგირეაქთონ შენს კუპალნიკში? ანუ რა ვქნა ეხა მაგის გამო რა ვქნა, ანუ არაფერი ვიხარი რომ არ გისწორდება. არა, უბრალოდ ის ვთხარი რომ არ გისწორდება. წეღან არ მითხარი, აბა არ ვემეგობრებიო? ემეგობრებიანო. ანუ და შენს მეგობრებს თან არ ვიცნობ ვიღაც უცხობ ბიჭებს. ხო გაცნობ. გამაცნობ არა, იცი რასაც იზავ. დაიკიდებ ვაფშე. პერო ვაფშე არა სწორი საქციელი. ანუ რა შეხე დავიკიდებ, ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ორი წამეებით. რას აკეთებ? კიდე აგზელებენ სხვები, რავი. კიდე რავი, რამდენია? რა ყველა მთელი სამეგობრო და მთელი კურსი მაინც და მაინც შენს ფოტოებზე არ აქვს. ანუ მე რა მოხდა? რა მე რა მართლა ვერ ხვდები. ზოგჯერ ეგრე რატო იდებილებ თავს? უეჭველი მაგათთანაც ეგრე იდებილებ თავს და გონიხარ ვიღაცა სულელი გოგო, რომელსაც გვერდით ვიღაცა არაკაცი ხავს. შეურაცხყოფას არ გაყენებ. აბა რა დებილს მიწოდებ? არ გიწოდებ დებილს, დებილივით უბრალოდ იქცევი. და რო ვიცი რომ დებილი არ ხარ და ესე დებილივით იქცევი, მიკვირს და მწყინს. და რა ვქნა ეხა მე რომ იმით არ დამირა? უნდა ადგე და ჩემ თვალწინ უნდა დაანფოლოვო. რა? ჩემ თვალწინ უნდა ადგე და დაანფოლოვო. არ დავანფოლო. დაანფოლოვებ. არ დავანფოლო. პროსტა არ დაანფოლოვებ და მაგარი გამიტყდება. გეუბნები რომ მაგარი გამიტყდება. აი მე თუ მითვალისწინებ და აი ოდნავ მაინც თუ გიყვარვა, ეხლა ხვდებიან ყოველდღე და რა ხვდები, აღარ შეხვდები. უბრალოდ აღარ შეხვდები. ძალიან მარტივია. ქუჩაში იცი რამდენი ყოფილი ნაცნობი ხდება? აი უნივერსიტეტში შემხვდნენ და უცებო ანუცა რატო დამანფოლე რა ვქნა მე რა. არაფერი, უბრალოდ არ გაუწორდა ჩემ შეყვარებულს, რომ ეგრე იქცევი. ხაჯი ვარ? არ ხარ ხაჯი. გადაეცი ჩემგან რომ არასწორად მოიქეცი თქო და ნიკუშამ შემოგითვალოთ თქო. რა? რა და აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა თქო და უთხარი ეგ ზუსტად ის სიტყვები, რასაც შენ გელაპარაკები. ვერ ვიზავ მაგას. იზავ და ეტყვი. იმიტომ რომ შანსი არ არის, ეხლა რომ პროსტა ეგ ეგრე მარტივად გავატარო. ეხავე ადგები და ჩემს თვალწინ დაანფოლოვე. ვერ ვიზავ. იზავ და ვერ ვიზავ. იზავ და დაანფოლოვე. ხო, ვერ იზავ და მაშინ წავალ და ვაფშე იმენა დედაც ფიცა ვარ თუ ოდესს მე შეგეხმიანო. ეხავე ადგები და დაანფოლოვე. აი, ჰა. თან მანახებ ყველას ერთად. აჰა. სათითაოდ. შედი? ესეც? ხო. ესეც? ხო, ყველა ვინც გირეაქტებს და გილაიქებს. ახლა. სო. მანახე კიდე ერთხელ? სო, კაი. სწორად მოიქეცი ზუსტად. კაი. სამშვიდ გთხოვ მართლა. კაი, ხო წავი. აი, ხო იცი რომ მიყვარ ხარ და ხო იცი რომ ყველად არ ვატრაკებ არაფერზე რა. კაი. მე შენც რო გიყვარ ვარ და რომ ამტკიცებ კომაქსი ყვავილს ყოველ წამს და რომ აჯერებ, მაგიტო ვარ ესე კარგად რა. აი, ვაფშე ამ დახა კიდე ერთი ჩხუბის დაწყება, იმიტომ რომ მე ძალიან დავიღალე, მაგრამ ანუ მართლა იმდენი რაღაც გადავყლაპე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ აი იმენა ვერ აღვიქვა ვაფშე სერიოზულად შენს წეღანდელ გაჭედვას. დავიწყოთ იქიდან, რომ დაბადების დღე არ მომილოცე სტორით. 12 საათზე მოვწვას ვაფშე აღარც ვახსენებ. მერე ის რომ ისე ვაფოლოვებდი იმ გოგოს, რომელზეც გითხარი რომ საშინლად არ მევასება მეთქი, რომელსაც შენ ესე შენ გოგო მეგობარს უწოდებდი და გიჟივით ვეჭვიანობდი, 4 თვის წინ გავიგე რომ ისე აფოლოვებდი. ასევე
საერთოდ ანუ არ მიხსენებია რომ ჩემთან ერთად ორი ძუნძგლიანი ფოტო გაქვს მიგდებული და მე ჰაილაითებიდან დაწყებული, რილსებით დამთავრებული, ყველა ფოტოში აი თითქოს ესე ხალხს იმენა ვეუბნები რომ ნიკუშა ჩემი შეყვარებულია და აი ნიკუშას გარეშე არ ვარ წარმოდგენილი და ნიკუშა ჩემთან ერთად არის სულ და შენ ესე დგები და ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რომ ვიღაცა რაღაცა დამირეაქთა აი ეგრე ჭედავ და თან იქამდე ჭედავ რომ მე მანფოლოებინებ და ვაფშე არ გაინტერესებს რომ მე რო ეხლა ვიღაცა სადმე შემხვდეს და მე რამდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები არა შენ გააქვს დატო რაღაცის გაჭერის უფლება და მე რო ამდენი რაღაც გადავყლაპე ანუ რო გკითხოს კაცმა ვაფშე არ იყენებ არც ერთ სოციალურ ქსელს არაფერს არ პოსტავ შენ ძმაკაცებთან ყოველ ჯერზე სადმე თუ ხართ ყველა ვარიანტში უნდა დადოთ ერთად ფოტოები თავისი მუსიკებით არჩეულით და აი ჩემ ძმაკაცი ესე ევასება და ჩემ ძმაკაცი ისე ევასება და ანუ მეგადავები მართლა რაღაცა ზღვარი ხო აქვს რაღაცა ანუ სინდისი ხო არსებობს რომ ანუ შენ თუ რაღაცას აშავებ მოდი ნუცას აღარ გავუჭედავ იმიტომ რომ ისიც რაღაცას ყლაპავს იმიტომ რომ შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა ხო ანუ შენ ეგ არ გაქვს მარტო შენ რაც ესე ძალიან გირტყავს შენ ეგოზე იმაზე უნდა გაჭედო და რაზე რომ ვიღაცა რაღაცას მირეაქტებს მე მივეცი მაგის მიზეზი რომ ეგრე დაერეპლაიებინა და ეგრე დაერეაქტებინა ანუ მართლა მე რომ ამდენი ხანი ესე რაღაცებზე ვითამენ და არ გიჭედავ და რაღაცა ანუ შენ ესე გაქვს უფლება რომ ადგე და თავიდან ბოლომდე დამამხო თავზე ან ცხოვრებაში ეგეთი რამე არ მქონს რომ ვინმე დაანფოლოემეს კი იმიტომ რომ პატივს გცემ მე შენ მაგდენ პატივს გცემ რომ ვიცი ვისაც აფოლოებს ეგ საჭიროა რომ აფოლოებდე ერთი დალაიქებაზე გავჭედე და მაგაზე აქეთ მე გიხდიდი ბოდიშებს ვაფშე რამეზე გიხსენე რომ რაპონჩი არ დამდეს სტორიში მეთქი რაპონჩი არ გიდევს ჩემთან და ცალკე ჰაილაითი მეთქი და მაილაურატო არ გიწერია მეთქი გიხსენე რამეზე ცოტა მე ხო მიდევს და ჩემთან ხო რომ შემოდის რომ ვინმე ხო ყველა მეგრევე იცის რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ვინმე შენთან რომ შემოვიდეს იფიქრებს რომ რავი მეგობარია ალბათ და ვაფშე ღმერთმა იცის კიდე ვის აფოლობ 4 თვის წინ რომ გავიგე რომ იმ გოგოს აფოლობდი კიდე რამდენს აფოლობ აი რავი არ ვიცი და არც მინდა რომ ნახო იცი რამდენი ხანია შენი ფოლოუინგები არ მინახავს იმიტომ რომ მეზარება ჩხუბი და შენ კიდე აი ესე უსაქმურივით ადექი ჩამოყევი შენ ჩემი ყველა ფოლოუინგს და ეს ბიჭი ვინ არის ეს ბიჭი ვინ არის ანუ არის რა პროსტა არის და მჭირდება რომ დავე კომუნიკაციო რა ვაფშე რისთვის არის სოციალური ქსელი რომ კომუნიკაცია გქონდეს და შენ კიდე რაღაცებზე ჭედავ იმიტომ რომ კომპლექსები გაქვს ბანძი და ვაი ძალიან უსინდისო ჭედავ რაღაცებზე რა და აი შენ შეგიძლია რომ ჩემსავით რაღაცები გაატარო მაგრამ არა შენ ხომ უნდა ჩააჭირო ყველაფერზე იმიტომ რომ ურთიერთობა შენთვის ხო არაფერს არ ნიშნავს შენთვის მთავარი არის საკუთარი თავმოყარება და აი კაცობა თუ რაღაც ტვინი მომენტი რა